ამ მოწყობილობას შეუძლია შენი სიცოცხლე გადაარჩინოს. მას გაჟონვის რელე ეწოდება და მისი მთავარი ფუნქცია ავტომატურად გათიშოს ელექტროენერგიის მიწოდება თუ წრეში 30 მილიამპერზე მეტი დენი დაიკარგა. ანუ თუ მოხდა ეგრეთ წოდებული დენის გაჟონვა. აქვე მინდა გითხრათ, რომ საკაბელს თქვენთვის ძალიან კარგი სიახლე აქვს 23 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით. თბილისში საკაბლის წერეთლის ფილიალში შნაიდერ ელექტრიკის სრულ ასორტიმენტზე 20%-იანი ფასდაკლება დაგხვდებათ და შეძლებთ შეარჩიოთ თქვენი სახლის საჭირო მოწყობილობები. დიფერენციალური რელე ფართოდ გამოიყენება სახლებში და ოფისებში, განსაკუთრებით კი სააბაზანოებსა და სამზარეულოებში. ერთი სიტყვით ყველგან, სადაც ადამიანს ელექტროობასთან პირდაპირი კონტაქტი აქვს. მოდი ერთად გავტესტოთ. გაჟონვის რელის გასატესტად სპეციალური მოწყობილობა გამოიყენება, თუმცა ამ ვიდეოში გაჩვენებთ, როგორ შეიძლება მისი გატესტვა სახლის პირობებში. როგორც ხედავთ, გაჟონვის რელე გაითიშა. ესე იგი, ის თავის ფუნქციას ასრულებს. გახსოვდეს, რომ გაჟონვის რელე გვიცავს ადამიანებს, თუმცა ის არ იცავს მოწყობილობებს გადატვირთვისგან და მოკლე ჩართვისგან. ამიტომაც მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის გაჟონვის რელე ავტომატურ ამორთველთან ერთად გამოიყენება. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ საკაბლის არხი, რომ არ გამოგჩეთ სიახლეები.